სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგვიყვანა ქრისტეშობის საუფრო დღესასწაულამდე და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. გულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ტაძარში იყო, შეიძლება ზოგი ბოლომდე ვერ გაჩერდა უძლურების თუ სხვა რამის გამო. გულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტაძარში დადიოდა და დღეს შეიძლება არ არის შეიძლება ან უცხოეთშია წასული, ან რაღაცა მიზეზების გამო შეიძლება მოიტაცა მგელმა ცხვარი და გაიყვანა ფარადან, მაგრამ უსურვებ, რომ როგორც უძღებიშვილი დაბრუნდა, ისე დაბრუნებული იყოს ისე. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტაძარში დადიოდა და სულის გადარჩენაზე ფიქრობდა. ხვალზე რა იქნება, არავინ არ იცის. ჩვენ ახლა რომ მოვდივართ და ღვთისმადლს მოვყავართ, ჩვენს თუ ვერ მოვფრთხილდით აი ამ მადლს, ჩვენ ხელშეკრულება აქვს დადებული, რომ ჩვენ არ შეგვებრძოლება და არ წაგვიყვანს და სულ ასე იქნება. ესე ამის იმედი არავის არ ქონდეს, არამედ ყველა სიფრთხილით და შიშით უნდა აღასრულებდეს თავის ქრისტიანულ მოვალეობას და მარხვა კი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა თავშეკავება. მარხვა დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ქრისტიანული ცხოვრების წესი. და ქრისტიანობა არ არის თეორია მხოლოდ. ქრისტიანობა არის ღვთისგან ადამიანებისთვის გამოცხადებული ცხოვრების წესი, რომელიც არის მაცხოვნებელი და გადარჩენილი. ცხოვრების წესი და სწავლება. ანუ სწავლება, ერთი სწავლება და მეორე ზნეობრივი ცხოვრება. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, არ არსებობს სწორი შემეცნება სწორი ზნეობრივი ცხოვრების გარეშე და არ არსებობს სწორი ზნეობრივი ცხოვრება სწორი შემეცნების გარეშე. ერთი მეორეზეა დაფუძნებული. ნიკო, მე უთხარი და შენ მიაწოდე რაც ეჭირა. ისე რომ აი ნახეთ დღევანდელ სამოციქულოში როგორ ამოვიკითხეთ, რომ ამიერიდან არღარ ახართ მონა, არამედ შვილ და უკეთო შვილ მკვიდრცა ღვთისა ქრისტე იესოს მიერ. ანუ ამიერიდან აღარ ახართო მონები, არამედ შვილები ხართო. და თუ შვილი ხარო, მაშინო ქრისტეს მემკვიდრე ხარო, ღვთის მემკვიდრე ხარო ქრისტე იესოს მიერ. ანუ ღმერთი ადამიანად მოვიდა, განკაცდა და ესე იგი ჩვენთვის ჯვარს ეცა და ჩვენ მოგვანიჭა ღმერთმა თავისი შვილობა. აი ამაზეა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რამდენად აცნობიერებს, რომ არის შვილი ღვთისა. ანუ იცხოვროს, კი ვართ ჩვენ ჩვენი ოჯახის შვილი, ჩვენი უბნის თუ ქალაქის თუ ასე შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ ღვთის შვილი. და ჩვენ როდესაც ჩვენი ოჯახიდან გავდივართ, ხომ იმასაც ვცდილობთ, რომ არ შევარცხინოთ ჩვენი საქციელით ჩვენი ოჯახი, ჩვენი მშობლები, ჩვენი საგვარეულო, ჩვენი ქალაქი თუ ჩვენი ქვეყანა თუ ქვეყნიდან გავდივართ. და აი ასეთივე წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი არის ღვთის შვილი და მისი საქციელით, მისი ცხოვრების წესით ღმერთი არ იგმობოდეს. აი ძველ აღთქმაში იყო ასეთი სიტყვები ისრაელის მიმართ ნათქვამი, რომ წეული იყოსო, ვის გამოცო ღვთის სახელი დაიგმობო წარმართთა შორისო. ანუ ეს დაახლოებით რა არის ახლა რომ ვთქვა, აი ქრისტიანის ცხოვრების წესის შემხედვა, რომ ურწმუნო ადამიანი რომ ღვთისგმობას დაიწყებს. და რამდენჯერ გაგვიგონია, აი ნახე რეებს აკეთებენ ქრისტიანები.
აი მოეკლესიური ადამიანი რას აკეთებს? ხოდა ჩვენ თუ ვართ ის, ვიზეც ამას ამბობენ, ესე იგი ჩვენზეა ლაპარაკი, რომ ჩვენს გამო ღვთის სახელი იგმობა, არა ეკლესიურ ადამიანთა შორის. მაგრამ მეორე მხრივ, როგორ ამბობს წმინდა წერილი, უფალი ამბობს, რომ ეგრეთ წინავდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთან, რაითა იხილნეს საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ანუ ისე იყოსო შენი საქმეები, რომ შეხედავენ მას, თქვენ კი არ გადიდებდნენ, იმიტომ რომ ადამიანს არ შეშვენის დიდება, არამედ ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. და შენი შემხედვარე თუ ადამიანები ღვთის დიდებას იწყებენ, ხანხელა ბედნიერებაა, წარმოიდგინე და მამაოჩვენოში იგივეს ვამბობ, წმინდა იყავს სახელი შენი, ანუ ჩვენი ცხოვრებით შენი სახელი კიდევ უფრო წმინდა წარმოჩინდებოდეს გარეშეთა წინაშე. და სხვანაირად ეს თუ არ მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ გამოდის, რომ ქრისტე ჩვენთვის არ დაბადებულა, ჩვენ თუ ესეთი ცხოვრების წესი არ გვაქვს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ თუ სხვაზე ფიქრი არ დაგვიწყია, ესე იგი ქრისტე ჩვენში არ დაბადებულა. ჩვენ თუ დავუშვათ ჩვენს ოჯახში თუ ერთმანეთის მიმართ ქრისტეს მიერი ურთიერთობა არ გვაქვს, ესე იგი ქრისტე ჩვენს ოჯახში არ არის. აი ამ უბანში დავუშვათ აი სადგურის დასახლებაში თუ ფლავისმანიდან ქერედან არის ამრავლი ჩამოსული. აი აქ თუ ერთმანეთის მიმართ ღვთისმცნებისამებრ არ აქვს დამოკიდებულება, ესე იგი ჩვენში ქრისტე არ არის. და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ქრისტეს შობამ არაფერი სარგებელი არ მოგვიტანა. ამიტომაც აი ჩვენ ვეცადეთ, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა, ვართ მოწოდებული ღვთის შვილობისთვის. უძღები შვილი რომ დაბრუნდა მამასთან, მამამ კვლავ შვილად მიიღო. როგორი დაცემულიც არ უნდა იყო, თუ უბრუნდები მამის სიახს, მამა გიღებს როგორც შვილი, როგორც მოჯამაგირე კი არა, როგორც მსახური, არამედ როგორც შვილი ისე გიღებს. ეს არის ღვთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. და ამის გადადება არაფრით არ შეიძლება. აი მე რაც თავში ვთქვი, იგივეს ვაგრძელებ. გადადება ახსარების არ შეიძლება. გადადება ზიარების არ შეიძლება. გადადება რომ მოდი ხვალიდან დავიწყებ ქრისტიანულ ცხოვრებას არ შეიძლება, იმიტომ რომ ესეც წეშმაკის თაგონებით არის. ერთხელ გადადებ, ორჯერ გადადებ. მერე შეიძლება საერთოდაც აღარ გააკეთო. იმიტომ რომ არ გამოიყენა ის, რაც ღმერთმა მოგანიჭა ადამიანს. ამიტომაც აი ჩვენ გამოგვეყენებინოს ის, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, დაგვეფასებინოს უფრო სწორად, ეს უფრო კარგი სიტყვა. დაგვეფასებინოს ის, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. ღმერთი ჩვენ შვილობას გვირდება და მარადიულ სიხარულს გვირდება. ახლა ზოგიერთმა იმით კი არ დაიტანჯოს თავი, რომ აი აქ მთელი ცხოვრება უნდა მარხვით და ლოცვით და მუხლმოდრეკით გავაკეთო და მერე დაიწყება მარადიული სიხარული. მერე კი არ დაიწყება. აქვე დაიწყება. რა ადამიანი რო რამეს მოიპაროს, სინდისის ქენჯნა გარდაცვალების მერე დაიწყება? იქვე დაიწყება გააკეთებს თუ არა. სიკეთეს გააკეთებს, სიხარულიც მაშინვე დაიწყება. სხვადასხვა ერთხელ სასულიერო აკადემიაში ჩამოსული იყო. იმის შემდეგ და მანამდეც არაერთხელ ჩამოსულა ერთ-ერთი მოძღვარი ათონის თვიდან და ესეთი რაღაც გითხრა. აიო, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ სიხარული, ანუ ქრისტიანობა იმას კი არ ასწავლისო, რომ სიხარული და მწუხარება გარდაცვალების მერე იწყება. აქვე იწყება. სხვანაირად რა გამოვა? ადამიანი ექიმთან რომ მივიდეს და ექიმა რო წამალი მისცეს და უთხრას, რომ აი წაიღე ეს წამალი შენ დალიე და რომ გარდაიცვლები, მერე კარგად იქნები. მაგრამ ქრისტიანობა მაგას არ ასწავლის. ის გეუბნება, აი ამ წამიდანვე იწყება შენთვის უკვე ან სასუფეველი და ან ჯოჯოხეთი. ახლა არ ვიცი, შეიძლება
კიდევაც გამოგვიცდია იმ სასუფეველის სიხარული, შეიძლება ის ჯოჯოხეთის ტანჯოც, სინდისის ქენჯნის ხრივ, ეგეც შეიძლება რაღაცა ნაწილი გამოგვიცდია. ყველაფერი ადამიანის ხელში. ადამიანის არჩევანზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. არჩევანზე ის კი არა, რას ვაპირებთ. არჩევანი იმაზე, რას ვაკეთებთ. თორემ ეგრე ყველა ვაპირებთ. აი ახლა თვითონ ჩვენთაგან გულში გვაქვს ის ფიქრი, რომ კი როგორ არა მე ვაპირებ, ხვალ ვაპირებ, ზოგი ზეგ აპირებს, ზოგი 10 წლის მერე, მაგრამ ყველა აპირებს. მაგრამ მაგაზე არ არის. კი არ აპირებ, რას აკეთებ, იმაზეა დამოკიდებული. რას აპირებ, ეგ სხვა არის. და ეგ რომ აპირებ, ეგეც ეშმაკის შემოთავაზებული ამბავია, რომ კი როგორ არა, შენ ხო ამას აპირებ, შენ ხო ვარს არ ამბობ ამაზე. როგორ არა მარხაც უნდა დაიცვა, აღსარებაც უნდა თქვა, უნდა ეზიარო კიდეც. ოღონ ეხლა არა. და მე რამდენიც გინდა გააკეთე, გეტყვის. სხვადასხვის ესეთი პატერიკული თხრობა არსებობს, ეშმაკების თათბირიაო და ზოგი ეშმაკი ამბობს, სხვადასხვის რეალურად არსებობს ეს, მაგალითად წმინდა თეოფანე დაყუდებულს აქვს ეს მოთხრობილი თავად, რომ თვითონ ყვება, რომ აი ესე იგი ჩემს საწერ მაგიდასთან ვიჯექი საათსაც აღწერს გარემოებას და რაღაცა ძალამ სადღაც ჯურგმულში ჩაიყვანა უსკროში და იქ ის ხედავდა ეშმაკების თათბირს, ანუ ღმერთი როცა ინებებს გამოგიცხადებს იმათ ჩანაფიქრებს და დაახლოებით ასეთი რაღაცა რო წარმოედგინა და იქ ძალიან ბევრი თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ბნელ ძალთა კრება ესე ქვია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამეს ნახავთ იქ. ხოდა ზოგი ეშმაკი ეუბნება ესე იგი აი ამ თავად მეთაურს რომ მე ასეთი და ასეთი რაღაც გავაკეთე, ვიღაცამ კვლელობის ცოდვაში ჩავაგდეო, ვიღაცამ თქვა მე აი ეს გემი დავღუპეო, ვიღაცამ ეს თქვა, ვიღაცამ რუშობაში ჩავაგდე ვიღაცა. მაგრამ არც ერთს არ მოუწონა მაინც და მაინც. და ერთმა თქვა რომ მეო ქრისტიანებს ვეუბნებიო რომ იმარხულეთ კიდეცო, ილოცეთო, აღსარება თვითო. შენო ჩვენს ხარეს ახართო მათქვათ, ოღონდო მე ვეუბნებიო ყველაფერი მერე გააკეთეთ. ხოდა ამას მოუწონა ყველა. ეს მართლაც ეშმაკური ხრიკი იყო. გააკეთე ეგ ყველაფერი. ოღონდ მერე დღეს კი არა, ხვალ გააკეთე. ზეგ გააკეთე. მაგრამ შენთან კარგად ხარ. ნახეთ ჩვენს დაცემულ ბუნებასთან რა კარგად ერგება. თან რა კარგია დღეს არ მიწევს გაკეთება, თან აჰა ვაპირებ. ანუ გამოდის რომ ორმაგი სტანდარტი და მოარგე შენ სურვილებს ყველაფერი. თან გონია რომ ქრისტიანი ხარ, თან დღეს არ გიწევს. ხვალაც იგივე იქნება, ზეგაც იგივე იქნება და გამოდის რომ ეშმაკ მოკა კარგად მოახერხა რომ შენ ესე იგი დაგაჯერა იმაში. ამიტომ აი ერთი რამე კარგად შევხედოთ ერთ რამეს რომ რას ვაპირებთ ის კი არა ვართ ჩვენ. არამედ რას ვაკეთებთ ის ვართ ჩვენ. და აი ამ კუთხით შევხედოთ ჩვენს თავს. თუნდაც ერთი წინადადება რომ წაიღოს დღეს კაცმა აქედან, ესეც არ იქნება ცუდი. რასაც ვაკეთებთ ისინი ვართ ჩვენ. რასაც ვაპირებთ ის ჯერ არც მომხდარა და არც ვართ ჩვენ. ის არ მომხდარა და ან მოხდება და ან არ მოხდება. აი რას აპირებ, რას აკეთებ, ისა ვართ ჩვენ. და შევხედოთ ახლა რას ვაკეთებთ. რასაც ვაკეთებთ ისეთი ქრისტიანები ვართ. და თუ არ მოგწონს ის რასაც ვაკეთებ და ის უფრო მოგწონს რასაც ვაპირებთ, შევუცვალოთ მაშინ ადგილები. რასაც დღეს ვაკეთებთ, უსინანულობას თუ ულოცველობას თუ უზიარებლობას, ეგ დავაპიროთ იქით. აი მაგალითად ვიღაცას გინდა რომ სამაგიერო გადავუხადო, თქვი რომ მოდი ხვალ გადავუხდე, დღეს არა. აი შევუცვალო უნდა ადგილები. თამბაქოს მოწევა მინდა, მოდი 1 საათის მერე მოვწევ. კიდე გავა 1 საათი, მოდი კიდე 1 საათით გადადე. და ეგრე, ცუდი გადადე და კარგი გააკეთე. გამოვა კარგი რამე. და თუ ამას არ გააკეთებ და თუ ამასაც რაზეც ახლა ვამბობ, ამასაც დააპირებ, არ გააკეთებ.
აქედანაც არაფერი არ გამოვა. ესე რომ აი მეგისურებთ რომ დავაპიროთ ის რომ რაც ცუდი გვაქვს ის გადავდოთ, მაგრამ გავაკეთოთ ის რაც ჩვენ როგორც ღვთისშვილებს აი ესე გვეკადრება, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ღვთის მემკვიდრენი ვართ ქრისტე იესოს მიერ. მისი ღვაწლით, მისი ჯარცმით, მისი მკვდრეთით აღდგომით და ზეცად ამაღლებით. ჩვენ ღვთისშვილები ვართ. და აი გამოვიყენოთ სწორად ის და დავაფასოთ ღვთის მადლი და წყალობა, რომ ტყუილად არ ჩაგვიაროს გვერდით. კიდევ მინდა მიულოცო, მე პირველად დოეში მსახურობდი ხოლმე. აქ ფერზე სოფელია. მე ეპარქია რომ გაიყო. სხვა გზა არ იყო მე აქეთ აღმოჩნდი, თორემ სოფლიდან წამოსვლას მე ნამდვილად არ ვაპირებდი და აი ეს შესამოსელიც, იმიტომაც ყოველთვის თუ რამე დიდი დღესასწაულია ხოლმე ვცდილობ, რომ ეს შესამოსელი მქონდეს, ეს იმათი ნაყიდია დოესელებისა და მათ მიმართ მადლიერების ნიშნად ყოველ დიდ დღესასწაულზე ვცდილობ ხოლმე, რომ პირველი იყო და იმიტომ. მერთმა უშველოს უყელას, ძალიან კარგი ხალხი იყო და 8 თვე იმსახურე იქ და დიდი მადლიერი ვარ იმ სოფლის.